როგორ გავუმკლავდეთ წარსულზე დარდს და თვითგვემას. წარსულზე დარდი და თვითგვემა არის ცოდვა, იმიტომ რომ ის დგება ჩვენსა და ღმერთ შუა. პავლე მოციქული პირდაპირ გვეუბნება, უკანას დავივიწყებ და წინას მივწვდები. ამიტომ ერთადერთი საშუალება რომ გავუმკლავდეთ ამას ფსიქოსომატური მდგომარეობა ადამიანს არ აძლევს იმის საშუალებას თუ წარსული დაივიწყოს. იმიტომ რომ ის მას ტკივა. ერთ-ერთი გამოსავალი აქედან არის წინყურება და წინ მხოლოდ იესო ქრისტეა. თუ ადამიანი სულიერ ცხოვრებას სწორად დაიწყებს ანუ რეალურად მოძებნის ღმერთს თავის თავში და ეცდება რომ მას უერთგულოს, მიბაძოს, მიემსგავსოს და მასთან კონდეს პიროვნული კომუნიკაცია, ნელ-ნელა ის აღივსება იმ სიხარული და მადლით, რომელიც მასში არსებულ ტკივილებს განკურნავს. და ხელს აღარ შეუშლის ის წარსულის ტკივილები, რომ წინ იაროს და ტკიოდეს და ამავე დროს ეშმაკიც გვეხმარება, რომ ისინი გავიხსენოთ. და უკან ვიყურებოდეთ, უკან და არა წინ.